გამარჯობა. 6 წესი იმის თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თავი სხვისი ნეგატიური ენერგიისგან. სამყაროში ყოველთვის იყო სავსე, არის და იქნება ნეგატივი. მაგრამ თქვენ გაქვთ არჩევანის გაკეთება. შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი. მიიღოთ ეს ნეგატივი ან აირიდოთ. აიცხრიდოთ. მე ამიტომ გასწავლით დღეს 6 წესს ამ ნეგატივის აცილებისას. თანამედროვე სამყაროში არის ძალიან ესეთი გამოწვევებით სავსე. და მათ შორის არის ერთ-ერთი გამოწვევა არის ნეგატივის არსებობა დღევანდელ სამყაროში. ნეგატივი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახით. თუნდაც ის რომ სამსახურში ვიღაცამ გაწყელილა, ტრანსპორტში ვიღაცამ ხარი გაჰკრა და მე შეურაცხყოფა მოგაყენა. მეგობარმა უცებ რაღაცაზე გაბრაზდა და გაწყენინა და ჩათვალე რომ ეს არის ნეგატივი. განსაკუთრებით ძალიან ესეთი აქტუალურია დღევანდელ სამყაროში სოციალურ ქსელში ნეგატივის გადმონთხევა, რომელიც უფრო მასშტაბური და აქტუალურია. და შეიძლება კიდე მოგეჩვენოთ, რომ ეს ნეგატიური ენერგია მუდმივად თანგზდებთ და არ გშორდებოდეთ და ყველგან გეჩვენებოდეს, რომ თქვენთან არის. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ უნდა ვიცოდეთ დაცვა ამ ნეგატიური ენერგიისგან. რომლებიც რატომღაც გგონია რომ რთულია, მაგრამ მერწმუნეთ რთული არ არის ნამდვილად და მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა დავიცვათ კონკრეტულად ეს 6 წესი, რა არის და როგორ უნდა დაიცვათ თავი ამ ნეგატივისგან. და ეს დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ საკუთარი ენერგია, შეინარჩუნოთ საკუთარი სულიერი წონასწორობა და შინაგანი ჰარმონია, რაც თავარია. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ და ჩემი ყმადაღებული და სულ თითქმის ყოველ დღე გავიძახი ყველა ლაივში, რომელსაც მე ვატარებ, ეს არის, რომ დაიცვათ პირადი საზღვრები. როგორც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი კარლ იუნგი იტყოდა, საზღვრები ეს არ არის პირადი საზღვრები, ეს არ არის კედელი, არამედ ეს არის კარი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააღოთ და გაუღოთ მას, ვინც თქვენ გინდათ, ვინც თქვენ გჭირდებათ, მხოლოდ მათ. საზღვრები აუცილებელია იმისათვის, რომ შემოუშვათ საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ სივრცეში ის ხალხი, ვინც არ შემოგვიტანს ქაოსს და ვიყოთ დაცული. უნდა ისწავლოთ, რაც თავარია არას თქმა და ეს არა უნდა თქვათ საკუთარი დადანაშაულების შეგრძნების გარეშე. განსაკუთრებით თუ კი როდესაც ვინმე ცდილობს თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენ რაღაც გადმოგაბრალოთ. თუნდაც საკუთარი პრობლემები, ესე ვთქვათ, გადმოგაბაროთ უпроსწორად, ვიდრე გადმოგაბრალოთ. უნდა ვისწავლოთ არას თქმა. დელიკატურად, წნარად, შვიდად. უნდა აუხსნათ, რომ თქვენ არ ხართ მზად მიიღოთ ამ მომენტში ის ვალდებულება, რომელიც მის ვიღაცის საქმეების გაკეთებისთვის არის საჭირო. რა უნდა გააკეთოთ პრაქტიკულად? უნდა პრაქტიკულად როგორ უნდა გააკეთოთ ეს? პრაქტიკული სავარჯიშო. გააკეთეთ ვიზუალიზაცია, ესეთი დამცავი კედლის და წარმოიდგინეთ, რომ ეს კედელი არის თქვენს გარშემო
ესეთი უხილავი როგორც გარსი თქვენს გარშემო, რომელიც აისხლიტავს ყველა ნეგატივს, რაც კი წამოვა თქვენსკენ. და ის მოახერხებს ამ ნეგატივის ასხლეტვას. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც მედიტაციური სახით, ისევე თქვენი ვიზუალიზაციით გააკეთოთ ამ გარსის აშენება თქვენს გარშემო. შემდეგი ეს არის არ გახდეთ და გახდებით სხვების ემოციური ღრუბელი და ადამიანი, რომელიც იწვევს სხვის ნეგატიურ ემოციებს. განსაკუთრებით ეს ახასიათებს გრძნობიარე ადამიანებს, რომლებისთვისაც ძალიან რთულია არ მიიღონ და არ შეიწოვონ სხვისი ნეგატიური ენერგია და არ მიიღონ ეს გულთან ახლოს. და მე მინდა დაიმახსოვროთ ესეთი რაღაცა, რომ ხალხი, რომლებიც ამბობენ ან აკეთებენ რაღაცას, ეს ყველაზე მეტად კავშირშია უფრო მაცავე შინაგან მდგომარეობასთან, ვიდრე თქვენსასთან. თუნდაც ის, რომ ვიღაც მოდის და დაიწყებს წუწუნს თქვენთან, ან დაიწყებს კრიტიკას. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ამ დროს ერთი ნაბიჯით გადადგათ უკან, როგორც ფიზიკურად, ასევე წარმოსახვაში და დააკვირდეთ. და დაინახავთ, რომ ეს არ გეხებათ არანაირად თქვენ. რაც შეეხება პრაქტიკას, თუ რა უნდა გააკეთოთ, უნდა გამოიყენოთ ესეთი პრაქტიკა, არსებობს მენტალური დისტანცია. მენტალური დისტანცია, ანუ ფიქრში უნდა უთხრათ ასე მდგომარეობაში საკუთარ თავს, რომ ეს არ არის ჩემი ისტორია. ეს არის ესეთი პრაქტიკა, რომელსაც გამომუშავება ჭირდება. წრთობა, ასე რომ ვთქვათ. შემდეგი ვამპირიზმი, რასაც ქვია ენერგეტიკული ვამპირიზმი. აუცილებლად გაეცალეთ ენერგეტიკულ ვამპირებს, თუ კი არის თქვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, გაგონილი გაქვთ ეს, ხო? ყველას მოსმენილი და გაგონილი ერთხელ მაინც გექნებათ ენერგეტიკული ვამპირიზმი. ეს არის ხალხი, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით არიან თქვენს ენერგეტიკულ ველზე ესეთი კოღოსავით და წოვენ თქვენ სასიცოცხლო ენერგიას. და ამ დროს თქვენ ამ ადამიანებისგან წასვლის შემდეგ ხდებით სრულიად უღონო, უენერგიო. და როგორც წესი, ესეთი ხალხი სარგებლობს თქვენი კეთილი განწყობით, თქვენი სიკეთით. და ესეთი გულუხვილობით, მოდი ასე ვთქვათ. პატივი ეცით საკუთარ თავს და საკმარისია. სხვების ენერგეტიკულად კვება. და პატივი ეცით საკუთარ თავს და დაიწყეთ ურთიერთობა ისეთ ხალხთან, რომლებიც არ არიან ენერგოვამპირები. ყველაზე ცოტა რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ პრაქტიკაში რაც შეგიძლიათ პრაქტიკული ნაწილი თუ როგორ გამოეცალოთ და გაიგოთ თუ ვინ არის ენერგოვამპირი, უნდა ჩამოწეროთ სია თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების და დააკვირდეთ ნებისმიერ ადამიანთან გაცლის შემდეგ როგორ ხართ ენერგეტიკულად დაღლილი თუ გამოფიტული და მე დაფიქრდით რამდენად გიღებთ თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობა და მათთან ურთიერთობა. შემდეგი მეოთხე ეს არის აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ენერგეტიკული ჰიგიენის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ ჩვენგანი მიჩვეულები ვართ და აუცილებელია და ყველა ვაკეთებთ ფიზიკურ ჰიგიენას, სხეულის გაწმენდას. მაგრამ არ უნდა დაგვაწყდეს ამავდროულად ენერგეტიკული ჰიგიენაც. საკუთარი ენერგეტიკის გაწმენდა. სწორედ ეს ნეგატივი
გროვდება ამ ენერგეტიკაში, როგორც ავეჯზე მტვერი მაიცის დაგროვება, ზუსტად ანალოგიურად ხდება ჩვენს ენერგეტიკაში დაგროვება ნეგატივზე. და ის თუ არ გავწმინდეთ, რა თქმა უნდა, არსად არ წავა, ხო? ამიტომ მოითხოვს რეგულარულ წმენდას. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მედიტაცია, იოგა, ან ყველაზე მარტივი არის ის, რომ მოდუნდეთ თუნდაც დღეში მხოლოდ 10 წუთი და იყოთ სიწყნარეში. საკუთარ და ესეთი რელაქსი გააკეთოთ. ან ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ ენერგეტიკის გაწმენდა იმ საქმეებით, რომელიც გაძლევთ სიამოვნებას და სიხარულს. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კავშირშია ხელის მოტორიკასთან, ხატვა, ქარგვა, ფიზიკურ მოტორიკასთან, ცეკვა, სიარული, რამდენის თქვენ გინდათ, იმდენი. რომ ეს ყველაფერი არის ის, რომელიც დაგეხმარებათ ენერგეტიკულ წმენდაში, რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს. ყოველ საღამოს თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი მედიტაციური მდგომარეობა, როგორიც არის, რომ წარმოიდგინოთ, რომ მზის სხივი კონკრეტულად მომართული თქვენსკენ, როგორ შემოდის თქვენს სხეულში და მთელი დღის ნეგატივს ახდენს გაწმენდას. შემოდის სხივი და ქვემოთ გააქვს ნეგატივი. მთელი დღის მიღებული. ძალიან კარგი პრაქტიკაა. მე ხშირად ვაძლევ რეკომენდაციას ჩემ პაციენტებს, რომ გააკეთონ ეს პრაქტიკა. მზის პრაქტიკა. შემდეგი სიტყვის ძალა. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და განსაკუთრებით ნეგატიური სიტყვას. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ და გაიქცეთ, აერიდოთ რაიმე ნეგატიურ წუწუნს ან ამ სახის დიალოგებს. იმიტომ რომ ნეგატივი ბადებს ნეგატივს. ნეგატივი ნებისმიერი მოწუწუნე ადამიანთან ან სულ რომ ზუის ადამიანი და წუწუნშია, ის ბადებს ნეგატივს. რაც უფრო მეტად საყვედურობს ადამიანი, მით უფრო ნეგატივს ავრცელებს. და ავრცელებს და თან იწებებს, იზიდავს ამ ნეგატივს. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენს გარემოცვასთან. საუბარი პრობლემაზე უნდა იყოს, ყველას გვაქვს პრობლემები და ყველამ შეიძლება ვისაუბროთ პრობლემაზე, მაგრამ ეს საუბრები უნდა იყოს კონსტრუქციული. და არ უნდა გადაიზარდოს წუწუნის მარათონში. მე მინდა სწორად გაიგოთ, რომ ჩვენ შეიძლება ყველამ ვიწუწუნოთ, მაგრამ არ უნდა გახდეს წუწუნის მარათონი. უნდა იყოს ოკეი, რაღაც, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიცვალოს პოზიტივით. გამოსავალი გზა არსებობს ყველგან და ყოველთვის. ამისთვის, რომ თავი აარიდოთ ანალოგიურ მდგომარეობას, მე როგორც გითხარით, რომ პრაქტიკასაც გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ, ამის პრაქტიკული მხარე, ნაწილი არის ის, რომ უნდა შეცვალოთ, თუ კი თქვენ ხართ ანალოგიურ მდგომარეობაში, უნდა შეცვალოთ ესეთი წუწუნის პრინციპი მადლიერებით. აი მაგალითად გეტყვით ახლა როგორ ხდება ეს. როგორი საშინელი დღე მქონდა. ამის მაგივრად უნდა თქვათ, რომ ეს დღე იყო რთული, მაგრამ მე შემწელი. როდესაც კონსტრუქციულად ბევრი წუწუნის გარეშე ვამბობთ, აი სწორედ ამაშია სიტყვის ძალა. რომ
არა ის კი არა რომ გამიმეორებ რომ რა საშინელი დღე მქონდა. არა, პირიქით ეს დღე იყო რთული, მაგრამ მე ეს შევძელი. შემდეგი თქვენს ცხოვრებაში, თქვენს გარემოცვაში აუცილებელია რომ ვიღაცა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოახდენს თქვენს დამუხტვას, ასე რომ ვთქვათ, როგორც ბატარეა უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში. უნდა იყოს ესეთი რაღაცა, ან ადამიანი, ან საგანი, ან რაღაც ესეთი. აი მაგალითად თუნდაც არ არსებობს ისეთი გარემოცვა, თუნდაც ხუთი ადამიანი, სადაც ერთი არ არის ესეთი, რომელიც არის მუხტი ნებისმიერი ადამიანის. და ამიტომ აქედან გამომდინარე თქვენ ცხოვრებაში არ უნდა იყოს ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან მუდმივად პრობლემებში. უნდა შეეცადოთ, უნდა შეცვალოთ წრე თქვენი გარემოცვის. რა თქმა უნდა, თუ კი გინდათ ნეგატივიდან თავის განთავისუფლება. რა თქმა უნდა, თქვენ ზიას დამოკიდებული, იმიტომ რომ არჩევანს, როგორც მე ვთქვი თავიდან, არჩევანს აკეთებთ თქვენ. და იმისთვის სწორედ ეს არის, რომ უნდა იპოვოთ ის ადამიანი ან ის გარემო, სადაც თქვენ მიიღებთ მუხტს. პრაქტიკა, ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკა არის ის, რომ უნდა ეძებოთ ხალხი, რომლებიც არიან თქვენი თანამოაზრეები, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს და ღირებულებებს და ერთად თქვენ გახდებით ძლიერები. გახდებით ერთად ძლიერები ნეგატივის წინააღმდეგ. ამით შეიძლება რომ დაამარცხოთ ნეგატივი თქვენს გარშემო. შედეგი მოკლედ რომ ვთქვათ და დავამთავრებთ, დიდხანს რო არ გამიგრძელდეს, სამყარო ყოველთვის იყო, არის და იქნება ნეგატივით, სავსე. მაგრამ არჩევანს აკეთებთ თქვენ. იყოთ ნეგატივში თუ იყოთ პოზიტივში, იმიტომ რომ ეს თქვენი ცხოვრებაა. და თქვენ აძლევთ უფლებას საკუთარ ცხოვრებაში აკეთებთ არჩევანს, რომელ მხარეს იდგეთ, პოზიტივის თუ ნეგატივის. და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესები დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი ენერგეტიკული ესეთი გამძლეობა და შეინარჩუნოთ სული სიძლიერე, რაც თავარია. ერთადერთი მე მინდა გახსოვდეთ, რომ რაც არის მთავარი თქვენი შინაგანი სასიცოცხლო ენერგია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გაქვთ თქვენ. და გაუფრთხილდით მას. აი ისე გაუფრთხილდით, როგორც კი გაუფრთხილდებოდით ყველაზე ძვირ ბრილიანტს თქვენს ცხოვრებაში. ყველაზე ძვირ ბრილიანტს. და გახსოვდეთ ესეთი ოქროს წესი. თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ ის, რასაც ამბობს სხვა ხალხი. ან რასაც აკეთებს სხვები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კონტროლი იმის თუ როგორ რეაგირებას მოახდენთ მაგაზე. ამის კონტროლი ნამდვილად შეგიძლიათ. მაგრამ ის თუ რას სიტყვის სხვები ან რას მოქმედებს, ამის კონტროლი ნამდვილად არ შეგიძლიათ. ასე რომ კიდევ ერთი გახსოვდეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, გამოსავალი არ არის ყველგან, ყველაფრისგან. იყავით ჯანმრთელები, იყავით პოზიტიურები და გაუფრთხილდით საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას. მადლობა.